ჩვენ ვიმყოფებით შუა საუკუნეების მონასტერში, სადაც ცხოვრობდნენ ბერები ძალიან მკაცრი წესებით. მე გადავდე ვიდეო, სადაც გაჩვენეთ, რომ ზედა სართული იყო, სადაც ცხოვრობდნენ და ახლა გაჩვენებთ აი ამ სასულიერო მოღვაწეებს, რომლებიც მთავარი მიზანი იყო ღვინის წარმოება, ფიზიკური მუშაობა, ბუნებასთან ახლოს ცხოვრება და ძალიან მკაცრი წესები ჰქონდათ, აი ძალიან. ეს მხოლოდ იყო მამათა მონასტერი, აქ ქალები არ ცხოვრობდნენ. შევედით ახლა. ეს არის ღვინის სარდაფი. 1203, oder? 1203 Museum. Ja. Ich glaube, dass die Welt sich nochmal ändern wird und dann gut überbewusst seid. Kamera beobachtet. 1200 წლიდან აქ წურავდნენ ღვინოს. ნახეთ ახლა. ეს ხოთაშორის ღვინის კულტურა, რასაც ქვია, და პოპულარიზაცია შუა საუკუნეებში. ასე თუ ისე იყო ამ მონასტრის ძალიან დიდი დამსახურება.